C'était important que le président entende ce que les Européens sont en train de faire. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტს მოესმინა ის თუ რას აკეთებენ ევროპელები. როგორ ვხედავთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას და როგორ ვუჭერთ მას მხარს სხვადასხვა ინიციატივით. არსებობს სამუშაო, რომელსაც ჩინეთი და ბრაზილია ამ მხრივ ახორციელებენ. ბუნებრივი არსებობს სპეციალური ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის. ამ მხრივაც გავცვალეთ მოსაზრებები და გულწრფელი ხედვები. მე დავინახე სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, რომ კონტრიბუცია შეიტანოს მშვიდობასა და სტაბილურობაში. მან გაითვალისწინა ის არგუმენტები, რომელიც მე ევროპელების სახელით ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობის სასარგებლოდ ვახსენე. უნდა არსებობდეს გარანტიები უკრაინისთვის, რათა ის არ გახდეს ახალი აგრესიის მსხვერპლი. ამ მხრივ დიახ, პროგრესი გვქონდა. შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები იმუშავებენ საერთო დოკუმენტებზე მომდნო კვირებისა და თვეების მანძილზე. უნდა ითქვას, რომ ერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის უკრაინის საკითხზე საკვანძოდ მნიშვნელოვანია. ამას ხაზიც გავუსვი. ამერიკას სჭირდება ევროპა სამშვიდობო ძალისხმევაში ლიდერობისთვის, რადგან ეს ხდება სწორედ ევროპის კონტინენტზე. ჩვენ კი უსაფრთხოების გარანტორები ვართ. ჩვენ ვართ ის, ვინც განიხილავს სანქციებს, ვისაც აქვს გაყენული რუსული აქტივები და ეს მხოლოდ მაგალითებია. პარტნიორობით ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები. ჩვენ კი გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, რათა მივაღწიოთ მშვიდობას. არ არსებობს სცენარი, რომლითაც უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობა ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიისა თუ იაპონიის გარეშე მიიღწევა. ყველა იმ ქვეყნის გარეშე, ვინც დღეს მსურველთა კოალიციაშია.